ხვალ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის რესტავრაცია კონსერვაციის განახლებული და ახლა დაგჭურვილი ლაბორატორიის პრეზენტაცია გაიმართება. განყოფილება 10 გრანიტის ზედაპირიანი სპეციალური სარესტავრაციო მაგიდით აღიჭურვება. ბიბლიოთეკის რესტავრაცია კონსერვაციის განყოფილებისთვის სპეციალური მაგიდები პირველად დამზადდა. მაგიდების სრულად შეესაბამება არსებულ სტანდარტებს და იდეალურია ტყავის დასამუშავებლად, წიგნების ყდების დასამზადებლად, ძველი დაზიანებული ყდების აღსადგენად და ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული იშვიათი გამოცემების სარესტავრაციოდ. ეროვნული ბიბლიოთეკის რესტავრაცია კონსერვაციის განყოფილების ძვირადღირებული მაგიდები კომპანია კამარამ დაამზადა. ეს არის სპეციალური მაგიდები რესტავრაციისათვის. არ არის მარტო პირობების გაუმჯობესება, არის აბსოლუტურად სრული კომფორტი. ზედაპირს თქვენ ხედავთ არის გრანიტი და გვერდებში კიდე რაღაცა სხვა მასალაა, რომელიც სპეციალურად აი ამ საქმიანობისთვის არის გამოსადეგარი. აქ დამზადდება დაზიანებული ყდები, ძველი ტყავის ყდები და ტყავის დასამუშავებლად ძალიან კარგი. ასევე მოსახერხებელია იმ ხრივადაც, რომ აქვს დახურული უჯრები გვერდზე და ღია თაროებით მეორე მხარეს, ანუ ზომებშიც ისეთია, რომ აბსოლუტურად კომფორტული, რაც მუშაობისთვის ძალიან მოსახერხებელია, შემიძლია ვთქვა.